ბერტოლტ ბრეხტი, კავკასიური ცარცის წრე, ეპიკური პიესა. გერმანულიდან თარგმნეს გიორგი და კარლო ჯორჯანელებმა. თბილისი 1986 წელი. მოქმედნი პირნი. გიორგი აბაშვილი, გუბერნატორი, მისი მეუღლე ნათელა. სუკანი თავადი ყაზბეგი, ორი ექიმი ნიკო მიქაძე და მიხა ლოლაძე. ადიუტანტი, მგოსანი, მუსიკოსები. სიმონ ჩაჩავა, ჯარისკაცი, რუშე ვაჩნაძე, ჭურჭლის მრეცხავი. არქიტექტორები: მარო, გადია, ზარეული, მეჯინიბე, ბერიკაცი, ორიბანოვანი, მეფუნდუკე, მოჯამაგირე, ეფრეიტორი, გლეხი და მისი ცოლი, სამი ვაჭარი. ლავრენტი ვაჩნაძე, გრუშეს ძმა, მისი ცოლი ანიკო. გლეხის ქალი, რომელიც შემდგომ გრუშეს დედამთილი ხდება, მისი ვაჟი იოსები, ბერი, ქორწილზე მოსული სტუმრები, მიხეილი, გუბერნატორის ვაჟი, ბავშვები, სოფლის მწერალი აზდაკი, პოლიციელი შალვა, დიდი თავადი ბიზერგან ყაზბეგი, სუქანი თავადის ძმისწული, ექიმი, ინვალიდი, კოჭლი, გამომძალველი, ჟუჟუნა, მეფუნდუკის რძალი, სამი ბობოლა გლეხი, მოხუცებული დედაკაცი, ყაჩაღი, მზარეული ქალი, ორი ვექილი, ილო შუბლაძე და სანდრო ობოლაძე, ღრმად მოხუცებული ცოლქმარი, მათხოვარნი და მთხოვნელები, ჯარისკაცები, აბჯროსანნი, სახურნი, პროლოგის მონაწილენი. სიმონი როგორც იქნა, ოულობს გრუშეს. აი თურმე სადახარ გრუშე. რასაპირე? არაფერს, თუ გაჭირდა ძმა მყავს მთაში, რომელსაც იკარმი დამოაქვს, შენ კი რა მოგელის? მე რა უნდა მომელოდეს? კვლავ ცერემონიული მოკრძალებით. გრუშე ვაჩნაძე, შენი შეკითხვა ჩემი გეგმების შესახებ გულს კმაყოფილებით მივსებს. მე ნაბრძანები მაქვს მცველად გავყვე გუბერნატორის ცოლს, ნათელა აბაშვილს. კი, მაგრამ განასასახლის დაცვა არ აჯანყებულა? სიმონი სერიოზულად. აჯანყდა. მერე სახიფათო არ არის გუბერნატორის ცოლის ხლება. თბილისში იციან ხოლმე თქმა, დანას შხვლეტისა როდი ეშინიაო. შეხომ დანა არა ხარ, შენ ადამიანი ხარ, სიმონ ჩაჩავა, რა გესაქმება იმ ქალთან? არაფერიც არ მესაქმება, მაგრამ მიბრძანეს და მეც მივემგზავრები. მაშინ ბატონი ჯარისკაცი შტერი ყოფილა, რომ ტყუილ უბრალოდ განსაცდელში იგდებს თავს. გრუშეს სასახლიდან ეძახიან. მე უნდა მესამე ეზოში წავიდე, მეჩქარება. რახან გეჩქარება, მაშინ ნოვიკამათებთ, რადგან კარგი კამათისათვის დროა საჭირო. შეიძლება რომ ვიკითხოთ, ხავს თუ არა ქალიშვილს მშობლები? არა, მარტო ძმა მყავს. ვინაიდან დრო ცოტა გვაქვს, მეორე კითხვა ასეთი მექნება. ჯამრთელია ქალიშვილი თუ არა? ისეთი საღია, როგორც თევზი წყალში. აი ხანდახან მარჯვენა მხარში გამტეხავს ხოლმე, თორემ სხვაფრი ყოველგვარი სამუშაოსთვის მეყოფა ძალა. ჯერ არავინ არ მყოლია მომდურავი. ო, ეს ვიცი. თუ აღდგომა კვირა დღეს ვინმეს ბათზე გაგზავნა და სჭირდათ, მაშინ მას აგზავნიან. მესამე კითხვა. სულ წასული ხომ არ არის ქალიშვილი? მარწყვი ხომ არ მოუნდება შუა ზამთარში? სულ წასული არა, მაგრამ როდესაც კაცი სულ ტყუილ უბრალოდ მიდის ომში და მერე მისგან არავითარი ამბავი არ მოდის, ეს კი არ ვარ. ამბავი მოგივა. სასახლიდან ისევ უძახიან გრუშეს. და ბოლოს მთავარი შეკითხვა. სიმონ ჩაჩავა, ვინაიდან მესამე ეზოში უნდა წავიდე და ძალიან მეჩქარება, მე ახლავე გპასუხობ. ხო მეთქი. სიმონი, ძალზე დარწმუნებული. ამბობენ, აჩქარება ქარს ჰგავს, რომელიც ხარაჩოებზე ჰქრისო. მაგრამ იმასაც იტყვიან, მდიდარს არ ეჩქარებაო. მე წარმოშობით ვარ ოდიშიდან. ქალიშვილს უკვე გამოუძიებია ჩემი ვინაობა. მე ჯამრთელი ვარ. შესანახი არავინ მყავს. თვეში 100 პიასტრს ვიღებ. ხოლო თუ ხაზინადარად დამაყენეს, 200-საც ავიღებ და სულით და გულით გთხოვ ცოლად გამომყვე. სიმონ ჩაჩავა, მე თანახმა ვარ. სიმონი ყელიდან იხსნის ძეწვს, რომელზედაც პატარა ჯვარი ჰკიდია. ეს ჯვარი დედა ჩემის ნაქონია, რუშე. ძეწვი ვერცხლისაა. გთხოვადარო. დიდი მადლობა, სიმონ. სიმონი თან ძეწვს უკეთებს. სჯობია ქალიშვილი წავიდეს მესამე ეზოში, თორემ შეიძლება უსიამოვნება შეხვდეს. მეც აი, უნდა ცხენები შევაბა. ეს ხომ გასაგებია ქალიშვილისათვის. ხო, სიმონ. დგანან და ყოყმანობენ.
მე მხოლოდ სამშვიდობოზე გავიყვან გუბერნატორის მეუღლეს, იქ სადაც ჯარი აჯანყებულთა მხარეზე არ გადასულა. როცა ომი დამთავრდება, უკან დავბრუნდები. 2 ან 3 კვირაში. იმედია ჩემი დანიშნული არ მოიწყენს, ვიდრე მე დავბრუნდებოდე. სიმონ ჩაჩავა, გწამდეს მე შენ დაგელოდები. გულარ ხეინად წადი ომში, ჩემო მებრძოლო. სისხლიან ომში, ულმობელ ომში, რომელსაც ყველა ვერ გადურჩება, როს დაბრუნდები მიაკ დაგხვდები. დაგელოდები მწვანე თელასთან, დაგელოდები შიშველ თელასთან, დაგელოდები ვიდრე ყველა არ დაბრუნდება და მერეც კიდევ. ხოლო როდესაც ომიდან მოხვალ, სარეცელს ჩემსას უბიწოდ პოვებ, ჩემსას თუმალზე არ ვინ იწვება და ჩემს ბაგეზე თუნდა ერთი კოცნაც კი არ ექნება სხვას აღბეჭდილი. როს დაბრუნდები, შენ შეგეძლება თქვა, ყველაფერი ისევ ისია, ვით იყო წინათ. მადლობ, გრუშე. აბა ნახვამდის. გრუშე, არა, ბავშვს ვერავის ვერ დავანებებ. ბავშვს. ან ერთად დავიღუპოთ, ან ერთად გადავრჩეთ. შვილო ღრმაა უფსკრული, ბეწვის ხიდი მაღალი. უნდა განვლოთ ვერანი, რადგან ჩვენს ხელთ არ არის ჩვენი გზის არჩევანი. შენც იმავე გზითივლი, მე რომ მქანცავს სიშორით. შენც იმავე პურს შესჭამ, რომელსაც მე ვიშოვი. ერთ ლუკმას თუ მე შევჭამ, 3 შენი იქნება, თუმცა მათი სიდიდე, შვილო მეც მეფიქრება. ბწდი. ნეფეს სიკვდილის სარეცელზე იწვა, როდესაც სასძოლო მოვიდა. ნეფეს დედა კი კარებწინ იდგა და აჩქარებდა ცერემონიალს. ჩვილი ყრმა მოხვა თან პატარძალსა. ქორწინების დროს მაჭანკალმა დამალა იგი. შუაში გადატიხრული ოთახი. ცალმხარეს საწოლი დგას. გამჭირვალე ფარდის მიღმა გაუნძრევლად წევს მძიმე ავადმყოფი კაცი. მეორე მხარეს შემოვარდება დედამთილი. თან ხელით გრუშეს მოათრევს. მათ უკან მოსდევთ ლავრენტი, ბავშვით ხელში. დედამთილი. ჩქარა თორემ ჯვრის წერამდე თქვენ ჭირს წაიღებს. ლავრენტის. მაგრამ ამას რო ბავშვი ყოლია, შენ კრინტი არ დაგიძრავს. მერე და განასულ ერთი არ არის? მომაკვდავზე მიუთითებს. მაგის მდგომარეობაში მყოფი კაცისთვის, აბა ამას რა მნიშვნელობა აქვს? მაგისთვის კი, მაგრამ მე ამ შერწყვენას ვერ გადავიტან. ჩვენ პატივცემული ხალხი ვართ. ტირილს იწყებს. რა გასჭირებია ჩემი იოსებს ისეთი, რომ ბავშვიანი ქალი შეირთოს? კარგი. 200 პიასტრს დაგიმატებ. ესეც ხელწერილი რომ კარმიდამო შენზე გადმოვა. მაგრამ ამას უფლება აქვს 2 წლის განმავლობაში აქ იცხოვროს. დედამთილი ცრემლებს იმშრალებს. მთელი ეს ფული ალბათ დასაფლავებასაც არ ეყოფა. იმედია მუშაობაში მაინც ხარში ამომიდგე. ნეტავი ბერი რაღა იქნა. ნამდვილად სამზარეულოს სარკმელიდან გადაძვრა და გამეპარა. ახლა მთელი სოფელი ჩვენ დაგვედება, როგორც კი ყურს მოჰკრავენ, რომ იოსები სულსალებს. ახ, ბერთ, წავალ და მოვიყვან ბერს. მოსამართლის სკამზე ზის აზდაკი და ვაშლს თლის. შალვა ცოცხით გვის დარბას. ცალმხარეს არიან ინვალიდი, რომელიც ბორბლებიან სკამში ზის. ბრალდებული ექიმი და დაძონძილი კოჭლი. მეორე მხარეს ყმაწვილი კაცი, რომელსაც გამოძალვაში ედება ბრალი. ცველად ერთი აბჯაროსანი დგას და ხელთ აბჯაროსანთა ალამი უყრია. აზდაკი. საქმეთა სიმრავლის გამო დღეს მათ სასამართლო წყვილწვილად არჩევს. ვიდრე დავიწყებდე, მინდა მოკლე განცხადება გავაკეთო. მე ვიღებ. ხელს იშვერს. მხოლოდ გამომძალველი ამოიღებს ფულს და გაუწუდის. უფლებას ვიტოვებ ერთ-ერთი მხარე სასამართლოს უპატივცემულობისათვის. ინვალიდს უყურებს. დავსაჯო. ექიმს. შენ ექიმი ხარ და შენ ინვალიდს. ბრალსდებ მას. არის თუ არა დამნაშავე ექიმი შენს ამჟამინდელ მდგომარეობაში? ინვალიდი. რა საკვირველია? მაგის გამო დამეცა რამბლა. მაშინ მხოლოდ ავადმყოფისადმი დაუდევარ დამოკიდებულებაში დაედება ბრალი. არა, აქ დაუდევრობაზე მეტი რამ არის. მაგას ფულის ვასეს დღეს სწავლისათვის და აი ღემდე არ დაუბრუნები და როცა შევიტყვე რომ მე პაციენტებს უფასო სწავლობს დამბლა დამეცა. სრულიად სამართლიანად. კოჭლს. შენ რაღა გინდა აქ? მეც ამ ექიმის პაციენტი ვარ, თქვენო მოწყალება.
ალბათ ფეხს მკურნალობდა რა? იმას არა, რომელიც მტკიოდა. მე ქარები მარცხენაში მქონდა, მაგან კი მარჯვენაზე გამიკეთა ოპერაცია. აი, ამიტომ ახლა ვკოჭლობ კიდეც. მერე და ოპერაცია უსასყიდლოდ გაგიკეთა? მოგიგენი არ, 5 ასტრიანი ოპერაცია, უსასყიდლო. ასე ვთქვათ, ნისია. ღმერთი გადაგიხდის ამ სიტყვების პასუხი. მე კი ამგან სასწავლებლად ფული მე. ექიმს. არა ის გასწავლე სკოლაში. უფასოდ გააკეთე ხოლმე ოპერაციები. ექიმი. თქვენო მოწყალებაო, მართლაც და ჰონორარის გამორთმევა ოპერაციის წინ არის მიღებული. ვინაიდან პაციენტი ამ დროს უფრო ხალისიანად იძლევა ფულს, ვიდრე შემდეგ. ადამიანური თვალსაზრისით ეს გასაგებიცაა. იმ შემთხვევის დროს კი თქვენ რომ ახლა იხილავთ, მე ოპერაციის დაწყებისას მეგონა რომ ფული უკვე მიიღო ჩემმა მსახურმა მეთქი. აი ამაში შევცდი. შეცდა. კარგი ექიმი, არასოდეს არ ცდება. ჯერ გასინჯავს და მერე გააკეთებს ოპერაცია. აზდაკი. ეს სწორია. შალვას. მეორე საქმე რომელიღაა? ბატონო საზოგადოებრივ ბრალმდებელო. შალვა. თან გახურებული გვის. გამოძალვა. გამომძალველი. პატივცემულო მოსამართლე, მე უდანაშაულო ვარ. მე მხოლოდ მინდოდა რომ იმ მამულისგან გამეგო, მართლა გააუპატიურა თუ არა თავისი დისწული. მან მეგობრულად გამიმართა რომ არა და ფული მხოლოდ იმისთვის მომცა, რომ საშუალება მქონდეს ბიძაჩემს მუსიკა ვასწავლო. აზდაკი. ოჰო, ექიმს. შენ კი პირიქით, ექიმო. შენი დანაშაულის შესამსუბუქებლად არავითარი საბუთი არ შეგიძლია მოიტანო. ხომ ასეა? სულ ბევრი ის რომ ერთი ალილუია ღვთელსაც შეეშლება. კარგი, თანახმავარ. ცდა განმეორდეს, რათა საბოლოოდ გადავწყვიტო. აბა, გასწიეთ. ქალები კიდევ ერთხელ დგებიან წრესთან. გრუშე კვლავ ხელს უშვებს ბავშვს. გრუშე, სასოწარკვეთილი. ჩემი გაზრდილია, ხომ არ გავგლეჯავ შუაში, არ შემიძლია ეგრე. აზდაკი წამოდგება. ასე და ამგვარად სასამართლომ დაადგინა თუ ვინ არის ნამდვილი დედა. გრუშეს. მოხკიდე ხელი შენს ბავშვს და წაიყვანე, გირჩევ ქალაქში ნუ დარჩები მასთან ერთად. გუბერნატორის მეუღლეს. შენ კი ახლავე გაქრი აქედან. ვიდრე ტყუილისათვის რაიმეს მოგიჟიდე. აბაშვილის მამული კი ქალაქს გადაეცეს, რათა ბავშვებისათვის ბაღი მოაწყონ. ბავშვებს სჭირდებათ ბაღი და მე ვბრძანებ, რომ ჩემს პატივსაცემად მას აზდაკის ბაღი ეწოდოს. გუბერნატორის მეუღლეს ლამის გული წაუვიდეს. ადიუტანტს გახყავს იგი. ვექილები მათზე ადრე წავიდნენ. გრუშე გაშეშებული დგას. შალვა მას ბავშვს მიჰქვრის. ვინაიდან გადავწყვიტე სამუდამოდ გავიძრო მოსამართლის მოსასხამი, ის მეტისმეტად მაცხუნებს. გმირად არ მომაქვს თავი, მაგრამ აგერ იქ მდელოზე გეპატიჟებით, ცეკვა თამაში გავაჩაღოთ. ხო, მართლა, შეჭიკჭიკებულ გუნებაზე კინაღამ დამავიწყდა. მე ხომ ჯერ გაყრის ქაღალდი უნდა დავწერო. მოსამართლის სკამს მაგიდად იყენებს და რაღაცას წერს ქაღალდის ნაგლეჯზე. შემდეგ წასვლას აპირებს. საცეკვაო მუსიკა იწყება. ბერტოლდ ბრეხტი, კავკასიური ცარცის წრე. ინკლუზიურ აუდიო სპექტაკლში მონაწილეობა მიიღეს ქართული კინოსა და თეატრის პოპულარულმა და დამწყებმა მსახიობებმა. აზდაკი, ნუგზარ ყურაშვილი, გუბერნატორი, ზურაბ ჰიროსმანიშვილი, გუბერნატორის მეუღლე ნათელა, ნანა ბიბილაშვილი, გრუშე ვაჩნაძე, ადელინა გოგუაძე, გოსანი, ბადრი ბეგალიშვილი, სიმონ ჩაჩავა, გაგა ყაჭიური. ასევე მონაწილეობა მიიღეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე გამხმოვანებლებმა. ალექსანდრე ლაბაძე, ირმა ჩიხლაძე, რუსუდან გოგიბერიძე, რამაზ რიაბუხა. მუსიკალური გაფორმება. რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი ლეილა სიყმაშვილი. დამდგმელი რეჟისორი ხვიჩა გუნია. ხმის რეჟისორი ანა კაპანაძე. კომპოზიციებზე და პიესის გარეკანზე ყველა უფლება დაცულია. აუდიო-ვიზუალური მულტი სტუდია ჰერა, თბილისი, 2025 წელი.